გახდა მძევალი პატარა ჯგუფის, რევანშისტულად განწყობილი ჯგუფის, რომელსაც ერთადერთი რაც აწუხებს და რაც უნდა, ეს არის ვენდეტა, ეს არის შურისძიება. 25 მაისს 11 საათზე საღამოს მე ვიყავი ვანო მერაბიშვილის კაბინეტში, აბსოლუტურად სხვა საქმეზე, სანამ დაიწყებოდა ეს ოპერაცია. როდესაც ბატონი გია ლორთქიფანიძე, ვანო მერაბიშვილის მოადგილემ, მოახსენა შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ სპეცნაზის გამოჩენისთანავე მომიტინგეებმა დაიწყეს ჯაჭვების გაყრა ბარიერების ირგვლივ. როდესაც არის საუბარი, რომ არ მისცეს საშუალება გასვლისა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, მაშინდელმა ჩემ დასწრებით, როდესაც მე ვიყავი მის კაბინეტში, დაავალა თავის მოადგილეს და ეს დავალება შესრულდა, გადაჭრილი იყო ჯაჭვები, რომლითაც იყო გამაგრებული ბარიერები. იმისათვის, რომ ხალხს ჰქონდა შესაძლებლობა გასულიყო ბრალდება ვანო მერაბიშვილის მიმართ, იყო გამოთქმული, რომ მან გასცა ბრძანება, რომ განსაკუთრებული სისასტიკით დაეშლილიყო ეს აქცია. ჩემ თვალს წინ მე არ მონაწილეობდი ამაში, ხო, სხვა ინსტიტუციას ვემზვანებოდი, ჩემ თვალს წინ თავის მოადგილეს მისცა ისეთი ბრძანება, რომელიც ამას გამორიცხავს.